იცოდი რომ შენ უკვე ყველაფერი გაქვს რაზეც კი ოცნებობ, მაგრამ ვიღაცეებმა დაგარწმუნეს საპირისპიროში. შენ უკვე მოგზაურობ სოფლიოს გარშემო. შენ უკვე გაქვს თვეში $10,000 ონლაინ. შენ უკვე გადალახე ის შიშები, რომელიც ხევს უკან. შენ უკვე არ გაინტერესებს ხალხის აზრი. შენ უკვე ხარ ძალიან წარმატებული და ბედნიერი ადამიანი. მაგრამ ვიღაცებმა საპირისპიროში დაგარწმუნეს. უეჭველი შენ გარშემო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც დღეს უნდა რაც შეიძლება სწრაფად, თორე დაგბრიდავს თავისი ქცევებით, თავის აზრებს მოგახვევს და შენს ისეთი გახდები. მარტივად რომ აგიხსნა ეს ასეთი ტიპის ადამიანია. მაგალითად, მოისმენ რაღაც ინფორმაციას, მოგეცემა мотивация, ვიღაც წარმატებულ ადამიანს უსმენ, გეუბნება როგორ გამოიმუშაო თანხა, როგორ გაიქცე 9-დან 5-მდე სამსახურს, მოგზაურობდე მსოფლიოს გარშემო, როგორ კონდეს 5, 10, 15, $20,000 ყოველთვიურად და გამოდის ტიპი და ეს ინფოციგნები. მარტო იმით შოულებენ ფულს, რომ შენ გახევენ ფულს. ეგ ერთი. მეორე ტიპი ყველას ეგრე რო შეეძლოს, ეგრე მარტივი რო იყოს, ყველას თუ არ აქვს, არც მე არ უნდა მქონდეს, აი ეგეთი ტიპის ადამიანი, ეგრევე გააქანე ცხოვრებიდან და შენთვის ვამბობ, თუ ყველა ვერ შეძლებს $10,000 გამომუშავებას, საოცნებო სახლში ცხოვრებას, ონლაინ ბიზნესს, მოგზაურობას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ვერ შეძლებ. ნიშნავს ეს, რომ შენ ვერ შეძლებ იგივეს? უზრებს. რაც შეიძლება სწრაფად, ვინც არ უნდა იყოს ძმაკაცი, დაქალი, არ მაინტერესებს. და დაიწყე ისეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ, რომლებსაც აქვთ $10,000, რომლებიც მოგზაურობენ სოფლიოს გარშემო, რომლებსაც ჯერათ უკეთესი მომავლის და თუ ვერ პოულობ ჯერ, წაიკითხე წიგნები ამ წარმატებული ადამიანების. დაიწყე ენტონი რობინსით, ჯიმ რონით, რობერტ კიოსაკით, ბრაიან ტრეისით, უკვე კომენტარებს ხედავ. ეს ვინებს გვირჩევ. როგორც კი აი ესეთ ადამიანს თუნდაც ჩემი კომენტარების ქვეშ ნახავ, დაბლოკე რომ შენს ინფორმაციულ ველში არ შემოიჭრან. შენი ინფორმაციული ველი წვეთს შენს მოქმედებას, შენი მოქმედება წვეთს შენი ცხოვრების ხარისხს. მაქსიმალურად გაფილტრე ინფორმაციული ველი და იქნები ბედნიერი.